ქუთაისში, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სიტყვით გამოდის. ვიდრე ახლა დაკრის, მაგრამ სინამდვილეში პარლამენტის შემდეგ არაფერი აღარ გვიგვირს. მაგრამ იმად გასაგონად ვიცაოს, რომ დიდი ამბავი ხა პარლამენტი რა იცვლება ხალხისთვის. დიდი ამბავი აეროპორტი, მერე ვინი ფრენს ამ აეროპორტით. ვინი ფრენს და ქართველი ხალხი. ვისაც დღეს ყოლიფავენ ავიაკომპანიები, დღეს ყოლიფავენ თბილისის აეროპორტში. ასევე უსამართლოდ მაღალი ტარიფები აქვს ბათუმის აეროპორტში. და თუ ვინმეს ეგონა აქამდე რომ მარტო ფრენა 37 მანეთად შესაძლებელი იყო იმ პირობებში, როცა რომელიმე იმპერიას უკვე უნდა შეუერთეთ უკან, ამ შემთხვევაში არაფერი არ იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა. თავისუფალ ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება ფრენა ევროპაში 37 ევროთ და არა 230-ად, 240-ად, როგორც არის თბილისიდან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რომ ხალხის ხარჯზე გაგსულდნენ და გასუქდნენ დახარბებული აი წუთიერ შემოსავალს სხვადასხვა ავიაკომპანიები და ბიზნესები და აქ შემოდის ავიაკომპანია ჩვენი დახმარებით იმ პირობებში როცა საქართველოში არ არის კორუფცია და ესე იგი არავინ არ შეყურებს ხელში არავინ არ აწვალეს და პირიქით შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი ეხვეწებიან რომ შემოვიდნენ აქ შემოდის ავიაკომპანია რომელიც გადაიყვანს თავიდან მგზავრებს 22 ევრო თბილისიდან კიევში და კიევიდან მაგალითად ლონდონში კიდე დაამატოთ 15-20 ევრო დაახლოებით და ასე სხვადასხვა ევროპის მიმართულებებით 22 ევროთ ტაქსი არ ჩამოგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში. და ახლა ბოინგი ჩაგიყვანს ევროპაში. აი ეს არის ამ აეროპორტის თავარი დანიშნულება. აი ამიტომ იდება აქ ფული. აი ამიტომ გადმოვიდა აქ პარლამენტი. ამიტომ შენდება აქ წყალტუბო აქედან 7 კილომეტრში, იმიტომ რომ ეს არის ასევე წყალტუბოს აეროპორტი. ეს არის საირმის აეროპორტი, ეს არის აბასთუმნის აეროპორტი, ეს არის ახალციხის აეროპორტი, რომლამდე კეთდება გზა. ეს არის ვანის აეროპორტი, რომელშიც კეთდება ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი და ფული იდება ახლა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაკეთებაში. ეს არის ასევე ზესტაფონის აეროპორტი, რომელიც აქვე არის. ეს არის სამტრედიის, ბაღდადის აეროპორტი. ადრე რომლის სათბურებიდანაც ადრე ამ აეროპორტიდან გადაქონდათ წვანილი სხვადასხვა ბაზრებზე, სხვა ქვეყნებში. და ეს არის თრიალად საქართველოს აეროპორტი, იმიტომ რომ ამ ფასის პირობებში ან თბილისი დაუკლებს ფასებს, ან და მგზავრები თბილისიდან დაიძრებიან ქუთაისში, ან ბათუმი დაუკლებს ფასებს, ან და მგზავრები ბათუმიდან დაიძრებიან თბილისში. აღვლაპარაკობ იმაზე, რომ მესტია განვითარდება ამ აეროპორტის შედეგად, ანაკლია განვითარდება ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ფოთის აეროპორტი გაიხსნება უახლოეს თვეებში, რომ ამ აეროპორტის სარგებლოს გურია მთლიანობაში ურეკმა ბახმა რომ ამ აეროპორტით ისარგებლოს, სამეგრელო ამ აეროპორტით ისარგებლოს. ეს არის მართლაც ფანტასტიკის ზღვარზე რაც კეთდება აქ ქუთაისში და ეს ემსახურება იმას, რომ ხალხს გაუადვილოთ ცხოვრება, იმიტომ ხალხს ბევრი სხვა პრობლემა აქვს. ყოველდღიურად უხდება ეკონომიკურ გასაჭირთან გამკლავება და ამიტომ იმისათვის რომ წელში გაიმართონ, იმოძრაონ, ბიზნესი აკეთონ, შვილების სასწავლებლად გააგზავნონ ელემენტ თავის პროდუქცია გაყიდონ. მე მინდა ვთქვა თუ კურნალობა დაჭირა, თუმცა კურნალობა აქაც არ მაგარი საავადმყოფოები გაიხსნა, რაღაცა ისეთი თუ დაჭირა, ამ თვითმფრინავით ისარგებლონ. ერთ სიტყვით ძალიან მაგარი და მე მინდა მადლობა უთხრა ვიზიარის ხელმძღვანელობას, ეს არის მართლა ყველაზე დიდი და მაგარი ავიაკომპანია. მინდა მადლობა უთხრა ვერა კობალიას, რომელიც მას თავიდანვე დაისახა ეს მიზნად იაფი ავიაკომპანიების შემოყვანა და დაცინვისგან არავინ არ მიუღია ზოგიერთი ერთებისგან ძალიან ნერვიული რეაქცია გამოიწვია გაქსუებული ავიაკომპანიების, ვის დაფრინავენ ძირითადად აქამდე დაფრინავდნენ ამ მიმართულებებით. მინდა უთხრა მადლობა პარლამენტარებს, ვინც ამაზე მუშაობდნენ, პირველ რიგში გიორგი კანდელაკს, მთელი ეს წლები ამოჩემებულად, რომ ჩვენ გვჭირდება იაფი რეისები, გიორგი კარბელაშვილს, რომელიც მე მგონი ჩემზე მეც დაფრინავს, კალცონივით არის უკვე პროპელერი უკეთია თავისი, იმიტომ რომ ხან სვანეთში ვხედავ, ხან სომალიში და ხან ქუთაისს დატრიალებს თავს და აშენებს საქაურობას. ხანდახან თბილისში შემოვიდეს ხოლმე. და მე მინდა მადლობა უთხრა თითოეულ თქვენგანს, ვისაც ჯერა იმისა, იმ დიდი ოცნებისა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად გვქნით აქ ქუთაისში. ჩვენი გეგმების ასრულება დაიწყო. ეს რეისი
ეხავე შეგვიძლია დარწმუნებულობა შემდეგ რამდენიმე დღეში სექტემბრის რეისები უკვე ყველა გაყიდული იქნება და ოქტომბრის, იმიტომ რომ და ქუთაისელებს, რომელიც წელში იმართებიან, თუმცა დაიბრძვიან გაჭირებას ყოველდღიურად, მიუხედავად ამისა, მაინც გაიმართებიან წელში, მე ამაში დარწმუნებული ვარ. უყვართ აქეთ-იქით ფრენა და უყვართ სოფლიოს ნახვა. აწი ყველა იფრენს აქ ასევე სხვათა შორის იმისაც რომ გაუცდეს აქაურობით. აქედან იხსნება რეისები, გაიხსნება არა მარტო კიევში დარწმუნებული ვარ, ჯერ კიევის გავლით ყველგან შეგიძლია რომ, მაგრამ მომავალში გაიხსნება პირდაპირ რეისები გერმანიაში, პოლონეთში, ინგლისში და მოვა დრო როცა ნიუ-იორკშიც და სხვა ადგილებშიც. მაგრამ ეს უკვე არის ძალიან კარგი დასაწყისი. იმიტომ რომ აქ უნდა ჩამოვიდეს უკვე 100,000 ტურისტი ასევე და დათქმეს აქაურობით. აქ ჩვენ ვაკეთებთ წყალტუბოს, გავაკეთებთ ქუთაისის ცენტრი, ვაკეთებთ ვალის გათხრების უნიკალურ სატურისტულ ცენტრს, გავაკეთებთ პრომეთეს ღვიმე და ახლა ვამთავრებთ და სათაფლია დავამთავრებთ დღეს ვხსნი. საირმე ძალიან მაგრა კეთდება. და მარტო ეს აეროპორტი იქნება ამის ყველაფრის შემკვრელი და ამის ყველაფრის განმავითარებელი. და ეს თითოეულ აქაურ ოჯახს გაუმართავს ხელს. ეს არ არის ზოგადად რომ რაღაცა ჩვენ პროჟექტებს ვაკეთებთ. თავარია მივხედოთ ჩვენ ხალხს. და ჩვენ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი სწორედ ხალხის მიხედვისკენ. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა და ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ქუთაისიდან, სადაც პრეზიდენტმა წარადგინა ახალი ხელშეკრულება დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან. და ჩვენ ვუბრუნდებით ნათია ტრაპაიძეს, რომელიც